მოგესალმებით, ეს არის დისკუსია ნიკო გერსამიასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ნანუკა ჯორჯოლიანი, ჩემთვის განსაკუთრებული სტუმარი, რადგან ჩემი პირველი ინტერვიუ ზუსტად ნანუკასთან იყო უკრაინის ომის თემაზე 2022 წელს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთავრდით პოდკასტზე და დისკუსიაზე. დღეს ჩვენი თემა არის ნანუკა ჯორჯოლიანი როგორც სოციალური ლიდერი. როგორ მოხვედით აქამდე, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ თუ რამე ხდება საქართველოში, მაგალითად მაღალმთიან რეგიონში ძალიან დიდი თოვლი ან სტიქია არის, ან ვიღაცას დახმარება სჭირდება ფინანსური რომ იმკურნალოს, პირველს ვისაც ურეკავენ არის ნანუკა ჯორჯოლიანი. და უდიდესი ნდობა გაქვთ საზოგადოებაში. როგორ მიაღწიეთ ამ ნდობას? ნიკო, მოგესალმები. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ აი რაღაც ამ პერიოდში და ამ ეპოქაში ინტერვიუებმა თავის რესურსი ამოწურა. იმიტომ რომ როდესაც ყველა ჩვენი პლატფორმა გვაქვს და შეგვიძლია რომ ვესაუბროთ ადამიანებს და გავაგებინოთ ჩვენი ინფორმაცია მივიტანოთ, რაღაცა ხო ხდება თითქოს აი რაღაც ამ ინტერვიუებმა რაღაცა ფორმატი დაკარგა, მაგრამ რომ გავიგე რომ შენ გაინტერესებდა ჩემთან დიალოგი, ეს ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი და გეტყვი რატომ? იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან განსხვავებული ხედვა გაქვს, არასტანდარტული, არასტერეოტიპული, იმიტომ რომ მე სულ ვამბობ და უკვე დიდი ხანია ვამბობ ამას, რომ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა იყავი ძალიან პატარა, და როდესაც ადამიანებში ამ რესურსს ვერ ხედავენ როგორც წესი, შენში იყო ძალიან ხილული ის, რომ გაქვს ძალიან დამახასიათებელი თვისებები პოლიტიკური ლიდერისთვის და მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მალე მოვადრო, როდესაც შენთვის ხმის მიცემა იქნება საჭირო და მე ვიქნები შენი ამორჩეველი და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შენ ხმას მოგცემ. ამიტომ ჩვენთვის შენი ხედვა საინტერესოა, მეორეც შენი თაობა საინტერესოა და მე მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. რაც შეეხება აქამდე როგორ მოვედი და შემთხვევით. ანუ თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო შემთხვევით. იმიტომ რომ როდესაც პირველი მარათონი გავაკეთეთ ბავშვისთვის, არ იყო ბავშვი, გოგოსთვის, რომლის მამამაც მოიკლა თავი, იმიტომ რომ თირკმელი ვერ გადაუნერგა და დატოვა წერილად, ჩემი პირველი სუპერ გმირი იყო ის. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გვიყიდია ბინები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სოციალური დახმარებები, ანუ ნანუკა შოუ რო გავაკეთებ, ნანუკა შოუ იყო ორიენტირებული მახსოვს პირველად, ესეც საჩუქარი გავაკეთეთ, ოღონდ მაშინ ბაძავდი ელენს და ოპრას. და ეს პირველი საჩუქარი იყო ლიკა ქავჟარაძე მყავდა სტუდიაში და რომელ სავარძელზეც იჯდა ის ვაჩუქეთ და სახში გავატანეთ. ანუ თავიდან ამ ყველაფერს ჰქონდა შოუს ფორმატი. მერე ეს ყველაფერი იყო გართობის მიზნით. მერე ეს ყველაფერი გადაიზარდა ადამიანებისთვის სხვაგვარი პრობლემების მოგვარების მიზნით და აი რას გულისხმობ შემთხვევით, როდესაც ვამბობ ამ სიტუაციას, როდესაც დავიწყეთ სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენა, ეს მოხდა შემთხვევით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა დავუფასოთ მათი ღვაწლი ყველაფრის მიმართ. ამიტომ ნოდარ მელაძეს ვუფასებ მის ღვაწლს, როდესაც დამირეკა და მითხრა, რომ სიუჟეტი არ ვიცი ნახეთ თუ არა, ესე ნიუსში გავიდა, რომ კაცმა მოიკლა თავი, რაღაცა ბავშვი ესე. მოდიო გავაკეთოთ მარათონი. და ეს მარათონი რა იყო, არ ვიცოდი, იმიტომ რომ მანამდე საქართველოში მარათონი კეთდებოდა ესე ფონდი ავნანა აკეთებდა და ეს იყო დიდი მასშტაბური ფილარმონიაში ჩამოდიოდნენ მსოფლიო ცნობილი ვარსკვლავები და აი ესე როგორ უნდა გამეკეთებინა მარათონი, როცა სტუდია მქონდა ავტოფარეხში, მაშინ იწყებდა მთავარი არსებობას. ვერ წარმომედგინეს როგორ უნდა ყოფილიყო, მქონდა მხოლოდ ორი სკამი და უკან ტილოებზე ვაწერდით რაღაცებს, რომ სხვადასხვა ვიზუალი ქონოდა სტუდიას. აი ამ რეალობაში მარათონი გავაკეთეთ ეს მარათონი. ეთყობა ამ გადაცემას ძალიან რომ რას ვაკეთებდით არ ვიცოდით და შემთხვევით შევაგროვეთ, რომ გვეგონა რომ 30,000 ლარს მაინც ხო შევაგროვებდით, შემთხვევით შევაგროვეთ 150,000 ლარზე მეტი. აი ამას გულისხმობ შემთხვევით, როდესაც ვამბობ და მე ნიკო დავიჯერე, რომ იცი რისი დავიჯერე, მოკლედ მე დავიჯერე მისიების ჯერ იდეაში, მაგრამ დავიჯერე იმის, რომ რადგან მეორეთაც გამომივიდა, რადგან მესამეთაც გამომივიდა და რადგან მეოთხეთ 250,000 ლარი ავკრიბეთ იგივე ავტოფარეხში და თან აი რასაც ვამბობდით, ზუსტად ის თანხა გროვდებოდა, დავიჯერე, რომ ამ ყველაფერს მარტო არ ვაკეთებდი და შესაბამისად რაღაცა მეხმარებოდა ის მისია, რომელიც სწორად ვიპოვე, მეხმარებოდა ღმერთი, მეხმარებოდა ყველა ის ენერგია, რომელიც სწორად მქონდა მანამდე რაღაცნაირად მობილიზებული. მოკლედ აი ესე შემთხვევით მოვედი აქამდე. ძალიან საინტერესოა მართლა და მართლა ყოველ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს შემთხვევით. ეხლა მე მახსოვს, აი ეხლა რო იყო სტიქია რო იყო მაღალმთიან რეგიონებში საქართველოში, აი დიდ თოვლობა რო იყო. თანაც ეს ისეთი დღე იყო, ეხლა მე რადგან ინგლისში ვსწავლობ, ის როცა დაიწყო მახსოვს, რომ აეროპორტში უდიდესი აეროპორტში იყო სუთოვლიას და აი არასდროს არ მაქვს ეს ნანახი, თბილისში სუთოვლი იყო და ანუ მიფრინავდი ინგლისში უკან სწავლა მეწყებოდა და აეროპორტში 2 საათი დააგვიანა ჩემმა რეისმა, ანუ ისეთი დიდი თოვლი იყო თბილისში და მე წარმოდგენა მქონდა რომ აი მაღალმთიან რეგიონებში
რა შეიძლება მოხდა, როცა ჩავფრინდი ლონდონში, მე დავინახულობ რა უბედურება ხდებოდა ამ მაღალმთიან რეგიონებში და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ვერტფრენი, არც ერთი გადავიდეს მაშველი არ გვაქვს. ეს 2023-შიც კი მოხდა, როცა შოვის ტრაგედიის დროს თუ არ ვცდები 3 თუ 5 სუპერპუმა ქონდა საქართველოს ემართლა კარგი ვერტფრენი, რომელიც წავიდოდა და გამოიყვანდა ხალხს, აღარ იყო. და ვერტმფრენი რაც ქონდა, ღამე ვერ დაფრინავდა, რომელიც 21 საუკუნეში არის აბსურდი, ხო? ხა ისეთი ტექნოლოგიები არის. ისეთი ტექნოლოგიები ხალხი მარსზე დაფრინავს. ხალხი ჯერჯერობით ვერა, მაგრამ ხალხი მალე მარსზე იფრინს და ჩვენ ღამე ვერ გამოყავს ხალხი, რომელიც შეიძლება დილით იყოს გარდაცვლილი. და თქვენ ამაში უდიდესი წვლილი შეიტანეთ ამ ხალხის დახმარებაში. ფული შეაგროვეთ, წახვედით მაღალმთიან რეგიონში განსაკუთრებით თოვლი როცა იყო და უდიდესი ნდობა გაქვთ საზოგადოებისგან, რომ აი თუ რამე მოხდება, თუ რამე დამჭირდება, ვიცი რომ მე შემიძლია ნანუკას მიმართო და ის რაღაცას ეცდება მაინც და მიშველის. როგორ? ჩემი აზრით, ნახე როგორ რაღაცა სწორად მინდა რომ აგიხსნა. საზოგადოება მიჩვეულია და რაღაცა ეს ფონდი არის, როგორი ამბავი იყო, იცი აქამდე ეს ფონდი, რომ ეს რაღაცა ფონდები არსებობენ, სადღაც ან ვინ არიან, ან რასაკეთებენ, ოღონდ არავის არ ვაკნინებ. აი რაღაცნაირი სტერეოტიპული ხედვა გქონდა, რომ სადღაც რაღაც ფონდი და ასე შემდეგ. მე ნახე როგორ ვარ თქვენგან განსხვავებით, აი ამ ახალი თაობისგან განსხვავებით, რომლებსაც გაქვთ ახალი ხედვა, საერთოდ ახლებურად უყურებთ რაღაცებს. მე ერთი ძველმოდური გოგო ვარ, რომელმაც რომ მინდოდა რომ პირველი ანგარიში ჩამებარებინა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფულს რიცხავდნენ, Word-ის ფაილში დავწერეთ, ინფორმაცია, როგორი გადარიცხვეთ თეთრების დონეზე. ოღონდ დავსკრინეთ ჩარიცხული თანხა, მახსოვს ეს პირველი შოკი იყო, აი ეს ბავშვი გახსოვს რომ გითხარი მოზარდ გოგოს თირკმენა შოკი. რომ ჩავწერეთ ეს მაგალითად, რამდენი შემოვიდა ამას ვაჩვენებდით ლაივში და მე გადარიცხვის ქვით არის. რამდენი გადაურიცხე და მივხვდი რომ ხალხს ქონდა ამაზე ისეთი რეაქცია, რომ მანამდე ეს არ უნახავ და მივხვდი რომ რაღაცა გამომივიდა ასევე შემთხვევით, რაღაც სწორი გავაკეთე, თუ ესე გააკეთებ, ესე იგი სწორია. შემდეგ ყველა ჩარიცხვაზე და ყველა გადარიცხვაზე, რასაც ვაკეთებდი, ეს იყო როგორი დეკლარაცია, იცი, ამიტომ, აი, თეთრების დონეზე ვეუბნებოდი, რომ აი თქვენი გადარიცხული თანხა 15 ლარი მაგალითად სიტყვაზე გადავრიცხეთ ცეცხლის დაფარვაში, ამ ოჯახის ამის მგზავრობაში და მივხვდი, რომ მაყურებელი გახდა ამ პროცესში ჩართული. იმით მარტო ის კი არა, რომ მე გადავურიცხე, არა. აი, რომ გადავურიცხე, მე ჩვენ ხო შედეგზე ორიენტირებული ადამიანები ვართ. ნებისმიერ ამას რასაც ვაკეთებ, ჩვენ ხო შედეგი გვინდა, უკავშირი გვინდა რა. ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგია და ემოცია, რასაც ვიღებთ, რომ მე მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაცას ვაკეთებ და განსაკუთრებით როდესაც კარგს ვაკეთებ, მე არ ვარ იმისი მომხრე, რომ აი კარგი გააკეთო და არ დაელოდო, არა, უნდა დაელოდო უკავშირს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიების ცვლები, ხო? და შესაბამისად, როდესაც ადამიანმა გაიგო, რომ ეს მოახერხა და მე მიიღო დეტალური ინფორმაცია, მას ანგარიში ჩააბარეს. ის მნიშვნელოვანი ადამიანად იქნა თავი, მივხვდი, რომ შევქმნით რაღაცა ძალიან ეფექტური როლ მოდელი. და შემდეგ უკვე დავხვეწეთ. მე უკვე ბანკში ვიკითხე, როგორ შემიძლია იქხო, როგორ ვინც რიცხავს ინფორმაცია დაფარული უნდა იყოს, ხო, პირადი ინფორმაცია უნდა გავცეთ. მე ვკითხეთ, როგორ შეგვიძლია ესე გავაკეთოთ, რომ პირადი ინფორმაცია არ გავა. მე ეს დავხვეწეთ, მე სკრინებით გავაკეთე და საბოლოო ჯამში ადამიანებმა იციან, რომ ისინი აუცილებლად გაიგებენ ეს ფული საწავა და მეორე ერთხელ აფთიაქში შემხვდა ქალი და მითხრა, რომ ჩვენ მაშინ თვეში ერთხელ ქონდა ერთი მარათონი. ეს როდესაც პირდაპირ ეთერი გაქვს მარტივია რა და მითხრა ეგეთი რამე, რომ 10 ლარი მაქვს სულ გადადებული. იმიტომ რომ მე ვიციო რომ ამ 10 ლარითო შენ სასწაულს ჩამადენინებ. ანუ, როდესაც ადამიანს სჭირდება 250, 100,000, 60,000 და აი იცი რომ ვიღაცა სჭირდება, ვერაფერს მის ცხოვრებაში შეიძლება შენ შეცვლა ვერ მოახერხო, იმიტომ რომ დიდი თანხა ჭირდება რა. მაგრამ შენ რო იცი რომ შენი 10 ლარით იმის სიცოცხლეს გადაარჩენ, ან 5 ლარით იმის სიცოცხლეს გადაარჩენ, ანუ მნიშვნელობა ენიჭება შენს სურვილს, რა სხვა გადაარჩინო და არა იმას რამდენი გაქვს. ანუ სიკეთე გახდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნანუკას ფონდის დახმარებით. ანუ შენ შეგეძლია სახში იჯდე, არაფერი არ აკეთო და ზუსტად იცოდე რომ აი ერთი 5 ლარიანი კლიკით, ერთი 10 ლარიანი კლიკით ბავშვი გამოგლიჯოს სიკვდილს ხელიდან და აი როცა სიკეთე ხდება ხელმისაწვდომი, მე ვფიქრობ რომ ამაში ჩართული უნდა იყოს ყველა. ასე გახდა ძალიან სახალხო პროექტი, იმიტომ რომ ჩვენ უყოლია ქართული ოცნების ამომრჩევლებიც ბენეფიციარები და ჩამრეცხვლებიც. აი მათ შორის ერთ-ერთი აქტიური ჩამრეცხველი ჩემს ფონდში იყო ლაშა ტალახაძე. რომელიც არასოდეს არ იზერებდა ჩემს პოლიტიკურ მოსაზრებას და მე მისას, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა იმაში, რომ გაეკეთებ სხვადასხვა პოლიტიკური, მე მაგალითად მახსოვს, როდესაც უკრაინისთვის თითქმის 1 მილიონი შევაგროვე და შენ იცი რამდენია საქართველოში.
ისეთმა პოლიტიკოსებმა ჩარიცხეს იქ ფული, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩვენი პლატფორმის მომხმარებლები, მაგრამ მაშინ თვლიდნენ სწორად და თან რა არის ნიკო ძალიან. უკრაინისთვის ფულს აგროვებდა იმედიც, პირველი არხიც, რუსთავი 2-იც, ყველამ გააკეთა მარათონი. შენ წარმოგიდგენია, ჩვენ ასევე ავტოფარეხში აგროვებული ფულით უფრო მეტი მოვაგროვეთ, ვიდრე სახელისუფლებო მედია იმედმა. ანუ ადამიანები ჩვენ უფრო გვენდნენ, რომ ფული ჩაერიცხათ, ვიდრე იმედის მარათონს და მე ამით ძალიან მამაყობ. როგორც სოციალური ლიდერი რაც ხდება დღეს საქართველოში, მაგალითად თეატრულ ოკეანმა გახსენათ და აი თქვენ პასუხი ქონდა ეს ხალხს პირიქით ეს პასუხი ძალიან მოეწონა, როგორც მე ვნახულობ ხა სოციმედიაზე და რაც შემომჩნია მე ეხლა ქართული პოლიტიკა არის მკვდარი. ესე ვფიქრობ და ეხლა რა ისიც ეშინია ივანიშვილს არის ზუსტად თქვენაირი სოციალური ლიდერების. თქვენი აზრით რა როლი გაქვთ თქვენ და სხვა სოციალურ ლიდერებს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში? იმ დღეს ვიყავი ფსიქოლოგთან, რომელმაც დაწერა Facebook-ზე ძალიან მაგარი სტატუსი და უნდა ჩაგიგდო შემდეგ და მოკლედ ხსნიდა ესეთ რამეს, რომ სამყაროში ეს 100% თუ დავყავთ. 80% არის სტაბილური, ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანი, არა მაღალი ემოციის მქონე, რომელიც თავის უზრუნველყოფას ახერხებს და არ ჭირდება რაღაცა გადარჩენისთვის ზრუნვა. 10% არის რაღაცა მაღალი ემპათი, მაღალი როგორ გითხრა, სწორად ემპათიის მქონეც, ცოტა უფრო სასოწარკვეთილიც, ანუ ყველაფრის მიმართ სხვა დამოკიდებულება, აი ყველაფრის მიმართ აქვს სოლიდარობა თითქოს, ცოტა გადაზედმეტებული მინდა რომ სწორად ახსნა და რომელიც აი მუდმივად დაღლილია იმიტომ რომ მხოლოდ ემოციის გაცემა შეუძლია და სხვა რაღაცის დახარჯვა არა და სულ საჭიროებს ასევე თვითონ ემპათიას და დახმარებას. და 10% არის მედეგები. ეს მედეგი არის როგორი ადამიანი, იცი? ცოტა არამყარი ფსიქიკის, ანუ მაღალი ემოციური ძაბვის, რომელიც არის სულ ოპტიმისტი და ჯერა რომ ყველაფერს მოერევა ამ სამყაროში და სულ არის მზად რომ სხვას დაეხმაროს და სხვის ცხოვრება შეცვალოს. აი მე მგონია რომ საქართველოს ხა დგას მედეგებზე. აი შეშლილ ადამიანებზე, რომლებსაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჯერათ რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებენ. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ამის იმედს არაფერი არ გაძლევდეს იმ კონკრეტულ მომენტში, იმ კონკრეტულ დღეს, მაგრამ შენ მაინც გჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებ. ანუ მე ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ და თან ჩემი დროები მაქვს რა, რომ აი ამ დრომდე დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ მე ვფიქრ და ჩემ არის ძალიან ბევრია. უბრალოდ ზოგი ჩანს, ზოგი არა და რუსთავზე რომ გაიაროთ, მე ვამბობდი, რომ ჩვენს მედეგები საკმარისები ვართ იმისთვის, რომ ეს ომი საქართველოს მთლიანად მოიგოს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სოციალური ლიდერების კი არა, მედეგების ეშინია. აი შეშლილი ადამიანების, აი რომლებსაც შეშლილი ადამიანის აღქმა ხო თან კარგი გაგებით ამას ვამბობ, რომელიც არ არის სტანდარტული. აი შენ არ ხარ სტანდარტული ადამიანი, შენ არ ხარ ჩვეულებრივი და ყველას არ გიხარ. და მაინც ერთფეროვნება არის სტაბილური ამბავი რა, როდესაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩემი და უცებ ეს ამოვარდნა ნებისმიერ რაღაცაში ადამიანებს აფრთხობს. განსაკუთრებით ეს არის პოლიტიკა. მე მახსოვს ერთი პერიოდი, როდესაც მიშა სააკაშვილს აკრიტიკებდა ჩემის ცოტა სნობური გარემოცვა. ძირითადად მას უწუნებდნენ აი მანერას, სიცილის მანერას, კვების მანერას, დადის, არ იყო ჩვეულებრივი, არ იყო სტანდარტული. არ იყო და შესაბამისად აი ეს არასტანდარტული ტიპები ადამიანებს ძალიან აფრთხობთ და აი ესეთი ადამიანების მიმართ აქვთ რაღაცნაირი სნობური და რაღაცნაირი მიუღო, რადგან არ არის ყველასნაირი და რადგან რაღაცა საერთო სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომელიც ვიღაცებმა რატომღაც შექმნეს და აუცილებლად ისეთი უნდა იყო, როგორი სტანდარტი შეიქმნა, ესეთი ადამიანების მიმართ აქვთ რაღაცნაირი დამოკიდებულება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი თქვენმა თაობამ ახლა იცი როგორ ყველაფრის მიმართ მიმღებლობა გაქვთ. იმიტომ რომ ზუსტად იცით როგორ იარსებოთ, განათლება გაქვთ, თქვენ ვეღარავინ ვეღარ მოგატყუებთ იმას, რომ ადამიანი შეიძლება სკრინინგზე შევიდეს და საშულოსნო ამოჭრან იქ ისე რომ ვერ გაიგოს. ანუ თქვენ ამაზე გაგეცინებათ. და იყო დრო ეს პროპაგანდა ადამიანებზე მუშაობდა. ანუ თქვენ ხართ რისერჩების ეპოქაში, ბავშვები, თაობა, რომლებიც ყველაფერს ამოწმებთ და მე თქვენ ხარ რაცა უნდა მოგიყვეთ. თქვენ ამას 2 წამში გადაამოწმებთ და მის სიზუსტეს შეამოწმებთ და ასე ადრე არ ხდებოდა და შესაბამისად დამოკიდებულებაც რაღაც ცოტა განსხვავებული ადამიანების მიმართ იყო სხვაგვარი, მაგრამ ეს შემორჩენილია, იმიტომ რომ ჩვენ ხო პოლიტიკაში იმდროინდელი ხალხი იყო, ჩვენ ხო პოლიტიკაში ახალი სისხლი, ახალი თაობა არ არის, არაფერი არ არის. ისევ რუსული პროპაგანდა, ისევ ის მეთოდოლოგია, რომ შეეხონ შენს ცხოვრებას, აი
მაგალითად, რატო ვუპასუხე იცით თეატრალიანს? რატო ის ნაწილი მინდა დავამთავრო, რომ მოკლედ მინდა რომ ამოვწურო, რომ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ეშინიათ მედეგების და ამ ქვეყანაში მედეგები ვართ საკმარისი. მაგრამ ახლა გეტყვით წულკიანს რატო ვუპასუხე? წულკიანი არის ქალი. ჩემთვის ეს ქალების ბრძოლა კიდე სხვა ამბავია რა. რაღაცნაირი ჩვენ ქალებს რაღაცნაირი თანდაყოლილი სოლიდარობა გვაქვს ერთმანეთის მიმართ რა. და მიუხედავად იმისა, რომ აი მაგალითად მინდა ხოლმე რომ ნინო წილოსანს გავლანს ხო ეხა იმ დღეს დაუწერე სტატუსად დურა. იმიტომ რომ აი ზუსტად ეგ არის ჩემთვის ნინო წილოსანი, იმიტომ რომ ამომივიდა ყელში, სულ მე ვითვალისწინებდი რომ აი ქალია და აი ქალია, მაგრამ ის არასოდეს არ ითვალისწინებს ამას და რაღაცა მართლა დურა განცხადებებს აკეთებს და ბოლოს იძულებული გავხდი რომ მისთვის შემეხსენებინა მისი მამა წინა ხელისუფლების პირობებში რამდენ მილიონს შოულობდა იმ ადამიანთან ერთად, რომლის გაშავებასაც დღეს წულკიანი ცდილობს, ხო? თეა წულკიანი კი არა, ნინო წილოსანი. რატომ უპასუხე თეა წულკიანს? იმიტომ რომ გადაწყვიტა, რომ ჩემი ყოფილი ქმრით დაიწყოს ჩემი გაშავება. ანუ გამაშავოს ყოფილი ქმრით, რომელიც იყო პოლიციის მაღალჩინოსანი და ჩამომითვალოს მისი საქმეები და ეს ყოფილი მე შემასილოს. ამას აკეთებს ქალი, რომელიც იყო იუსტიციის მინისტრი. ერთ-ერთი ანუ ყველაზე ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც კანონი ყველაზე მეტად უნდა აღესრულებინა ამ ქვეყანაში. რომლის ქმარიც ამ ქურდულ ქუჩურ გარევებში ისე გაერია, აქ საუბარია მილიონზე. აქ ცოტა თანხაზე კი არ არის საუბარი. რომ ეს ბიჭი სცემეს სამწუხაროდ, ეს არ არის მოსაწონი ამბავი. თვალს კარგავდა, იმდენად ნაცემი იყო, მაგრამ ეს თავდამსხმელები ვინც იყვნენ ეს ადამიანები, ერთ-ერთს განსაკუთრებით ერთჩიანი კილერი მიუგზავნეს ქვეყნიდან გაიქცა, სხვები რაღაცა სხვა ამბავში, ანუ ქუჩაში რაც ხდებოდა და ეს ყველაფერი ხდება რაღაცა იუსტიციის მინისტრის დონეზე. და როდესაც შენ მოქმედი მაღალჩინოსანი ასე მართავ ქვეყანას, ძველ ბიჭებს და ყოლელებს ძეგლებს უდგამ. ანუ მე რაღაცა ძველი 13 წლის წინანდელი წარსულის გამო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში წარსულში დარჩა, როდესაც მიტევ, მე აუცილებლად შემოგიტევ როგორც ქალს და ამიტომ თან მართლა წყობილებიდან გამოვიყვანე და მე სიამოვნა. რომ თეა წულკიანს ხო თავი უჭირავს როგორც ისეთი ქალი, რომლის ემოციაც არ ტოყდება და მე მოვახერხე თეას წყობილებიდან გამოყვანა და ჩვენ ხო იცით როგორ ვართ ადამიანებს, როდესაც ვხედავთ სადღაც ჩვენს ძლიერ მხარეებს, საჭიროა საკუთარ თავს უთხრათ, რომ ყოჩაღ ნანუკა, შენ ეს მოახერხე, რომ თეა წულკიანი გამოიყვანე წყობილებიდან. ეს ნაწილია და თან კიდევ იცით რა არის? რატომ მინდა რომ მალე გაიზარდოთ? იმიტომ რომ უნდა შეიცვალოს ეს ფორმატი ურთიერთობების ადამიანის პოლიტიკაში. ქართული აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს. აი ხა თან თუ არ ვწდები, ვინც ის ძალდობა ჩაიდგეს თეა წულკიანის ქმართან, არც ერთი არ არის დასჯილი თეა წულკიანის მოგვარებით. თეა თეა წულკიანმა მოაგვარა. ანუ იუსტიციის მინისტრი ქუჩას უღარებს მოაგვარა, ანუ ესე ამბობთ, ანუ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა, არ მიმართა პოლიციას, იმიტომ რომ ეხლა რო გავიგო ვიღაცამ რომ ეს რაღაცა გააკეთებს, მე დაურეკავ პოლიციას და პირველ რიგში იუსტიციის მინისტრი. ხო, იუსტიციის მინისტრს დაურეკავ, ან კაი შეიძლება ვიღაცა სხვა მაღალჩინოსთან დაურეკო რომ მალე მოაგვარეთ, ესეთი უბედურება მოხდა, და მაგ დაიჭენ გაასამართლებლად ჩასვლა ციხეში. ეს არ მოხდა აშკარად და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ხა თქვენ წამოვიდეთ ამას ყოფილი იუსტიციის მინისტრი რო შეიძლება ხალხი როგორ მოქმედი იყო. მოქმედი, ხო, მაშინ მოქმედი იყო, მოქმედი იუსტიციის მინისტრი ამას რო აკეთებს. ხალხმა რა უნდა იფიქროს ამაზე, ანუ ხალხს, ანუ ეს ნიშნავს, რომ პოლიციის იმედი ამას არ აქვს. ისე გააძლიერეს ქურდული სამყარო, განადგურებული იყო 2012-მდე და ამათმა გააცოცხლეს და პირიქით გააძლიერეს. ეხლა ადამიანმა როგორი მენტალიტეტიც უნდა ისეთი იცხოვროს, მაგრამ ძალადობა ერთმანეთის მიმართ და ამისთვის არ დასჯა არის მიუღებელი. და ქვეყანის მართვა ამ იდეოლოგიით. ნიკო რა არის ისი მნიშვნელოვანი, როდესაც თეა წულკიანი მოვიდა, მაშინ იყო მე მგონი ნახალოვკაში იყარა კენჭი, მე მგონი სწორად მახსოვს. მოვიდა ძველი ბიჭების გადაღებული სელფები, მე არ მინდა ახლა მათ შორის არ არის ადამიანი ცოცხალი და მის ახალ დაგვარს არ დავასახელებ, მაგრამ აი ქუჩის სელფებით გვაწონებდა თავს, რომ აი ნახეთ მე ეს შემიძლია და ძველი ბიჭებით, მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცა. ეს როცა უკვე ეხება სახელმწიფო მართვის ინსტიტუტებს, ანუ ეს უკვე ზოგადად მე მგონია, რომ ჩვენ თეა წულკიანს გავუტარეთ უნიშნულოვანესი რამ. ვაზაგაშვილის სპეცოპერაციას ჰქონდა თუ არა გადაცდომები, სამართლიანმა სასამართლომ უნდა გარკვევოს, მაგრამ ვაზაგაშვილს მოკლული ყავს ორი ძალიან კარგი ბიჭი, მოზარდი ბიჭები. და აქედან ერთი სტატუსი წავიკითხე მოკლული ბიჭის დის. როგორ მოკლა იცით? მე-16 სართულზე რო გადააგდო, ის ბიჭი ეკჭიდებოდა ხელით რკინის მოაჯერს რომ არ ჩავარდნილი იყო და ხელები გადაუსერა და ისე გადავარდა ქვემოთ. ასეთი სასტიკი მკვლელობის ჩამდენი ზეგლით გას ამ ქალაქის ცენტრში.
ანუ ეს ხო მიუღებელია. მიუღებელი კი არა, ეს არის მორალურად. წარმოუდგენელი. და ია დაწერდა ესეთ რამეს მე სხვათა შორის წულუკიანის მომხრე გოგო მაგდამ საჯაროდ მოუხადა ბოდიში ამ დას. იმიტომ რომ თავის დროზე თურმე ამ დასთან მოსვლე უსიამოვნება და ეხლაო რო გავიგე სრული სიცხადით რა მომხდარა მაშინ რომ მე მაშინ თია წულუკიანის მომხრე ვიყავე და აი ბოდიშ გიხდიო რომ არასწორად ვიცოდიო. იმიტომ რომ ეს დააპროტესტებდა ძეგლის დადგმას და ეს მოკლედ ამაზე ქონდა თასრთა სხვადასხვა. წარმოუდგენელი არის მართლა. მე ვფიქრობ, რომ ეხა ესეთი რაღაცა რო ხდება ქვეყანაში, ეხა თან ძალადობა ესეთი გამართლებული გახდა ამ ქვეყანაში. ძალადობა ყველა სახელმწიფოში ხდება. ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, მაგრამ ხალხს იჭერენ ამის გამო. ეხა მე ინგლისში ვსწავლობ და ეხა სიმართლე რაღაცებში არ ვეთანხმებით დღევანდელ ინგლისის პრემიერ-მინისტრს. რაღაც პოლიტიკაში. მაგრამ რაც ხდებოდა ნოემბრის დასაწყისში, ჟურნალისტები რო სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგალითად, პოლიციას რო ხედავ მე პოლიციას რო ხედა, უნდა უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი, რომ ვიღაცამ რომ მომადგეს და რაღაცა ან სტატუსს რომ მომპაროს, დამაზიანოს ვიცი, რომ პოლიცია უნდა იყოს, ეხა არის დამისვას, ანუ უსაფრთხოდ უნდა ვიგრძნო თავი, მაგრამ არა. პირიქით უფრო შეშინებულად გრძნობს ქართული ხალხი პოლიციას რო ხედავს. ეხა რაც მოხდა 28 ნოემბრიდან შემდეგი ერთ კვირას ეს სასტიკი დარბევები. ერთი ეგეთი დარბევა რო ყოფილიყო, სადაც ჟურნალისტი ინგლისში, სადაც ჟურნალისტი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ეს ხო დაახლოებით დილის 2 საათზე მოხდა ეს რო სასიკვდილოდ გაიმეტეს. დილის 7 საათისთვის უკვე გადამდგარი იქნებოდა მთელი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები იქნებოდა დანიშნული ისე წარმოუდგენელი. თანაც ეს პოლიციელები არც დაისაჯენ. ეხა მე მესმის რომ ეხა საფრანგეთში ხდება სასტიკი დარბევები, ევროპაში, ამერიკაში, მაგრამ ვინც ძალას გადაამეტებს ის ისჯება და ვიღაც ამაზე პასუხს აგებს და აქ არავინ არ აგებს პასუხს პირიქით. რას აბრალებს ქართული ოცნება? გლობალური ომის პარტია და დიპსტეიტი. ანუ ყველაფერი ცუდი რაც ხდება, თავრობის ბრალი კი არ არის ხალხს რო უჭირს, ხალხს რო შეა და გადასახადს ვერ იხდის და ჯანდაცვა არ კარა, ეს დიპსტეიტის ბრალია ყველაფერი. მოდი მაშინ ყველაფერს დაუბრალოთ, რომ დიპსტეიტს დაუბრალოთ, რომ აი მე რო მაგალითად რაღაც გამოცდაში ცუდი ქულა ავიღეს, დიპსტეიტის ბრალია. ან მაგალითად რაღაცა ვერ გავაკეთე კონკურსზე, მაგრამ დიპსტეიტის ბრალია. ეს არის ეს მენტალიტეტი გასაქცევი კარი. ბოდიში? გასაქცევი კარი. ფსიქოლოგიაში ამას ეძახიან, რომ ყველა ადამიანს აქვს გასაქცევი კარი, რაც ჟარგონულად თქვა, რაც შეტენოს საკუთარი ცოდვები და დანაშაულებები. აი ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაშიც. ხო, როგორ არის ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაშიც? ეგეც დიპსტეიტის. ეგეც ყველაფერი დიპსტეიტის ბრალი არის. და ეხა კიდე ერთ შეკითხვა მინდა დაგისვათ. რა ძალა, რა თვისებები და რა უნარები სჭირდება იმას, რასაც დღეს თქვენ აკეთებთ? აი როგორც სოციალური ლიდერი, ეგ მაინტერესებს ძალიან. ჩემი აზრით უნდა გჯეროდეს გამარჯვების ისე რომ რაც არ უნდა გარწმუნებდნენ რომ ეს შეუძლებელია, ეს გამორიცხულია, როგორ ამხელა ფული იქეთ რუსეთი, ასე შემდეგ, არა. შენ შეშლილი უნდა იყო და ამის უნდა გჯეროდეს რომ გიჟი ხარ და ანუ არგუმენტი არ გაქვს, რომ გითხრან, მათი არგუმენტი უფრო მეტია, რატო შეიძლება რომ შენ დამარცხდე და ის არა, მაგრამ შენ მაინც შენი უნდა გჯეროდეს, ეს ერთი. მეორე არის ის რომ ადამიანების მიმართ ნდობა, აი მაგალითად მე მივხვდი რომ ამ პროცესში ვენდობი ისეთ უცნობ ადამიანებს, რომლებიც აქამდე არ მინახავს. და აღარ ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც წლები გამიტარებია. ანუ პირველად გავიგე ამ პროცესში სიტყვა თანამებრძოლის მნიშვნელობა. და ეს თანამებრძოლები დღეს ჩემთვის ისეთი ძვირფასები არიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველს გავიცანი 2 თვის წინ. მგონია რომ დღეს მათზე ახლობელი არავინ არ მყავს. აი სწორი თანამებრძოლების პოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნდობა რა, უნდა ნდობაში შეხვიდე რა. პრინციპში მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის გიჟური ოპტიმიზმი რა, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა გინდა ძალიან, ნებისმიერი რამ, რო გახდა რაღაც კონკრეტული პროფესიის, რო შენი ოცნება რაღაცა და ეს გიჟურად გჯერა, რომ შენ თუ ამ გზაზე ივli მიხვალ. ამ გიჟურში იცი რა ვგულისხმობ არარაციონალურ დაჯერებას. როდესაც არგუმენტი არ გაქვს რომ ის უნდა გჯეროდეს, მაგრამ მაინც გჯერა რა. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეხლა მე რა მეხმარება ამაში? მეხმარება ის, რომ მე ვარ დარწმუნებული 100%-ით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლო წელი. და მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ესე იქნება და იმიტომ რომ მართლა უბრალოდ 13 წელი გავიდა და ყველაფერი დიპსტეიტის ბრალი ხა დავიღალე მართლა იმითი რომ მინდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მინდა რომ ეხა მე ინგლისში ვსწავლობ, ხა A-level-ის ვსწავლობ და ხა იმ განათლებას აღიარებს ყველა. მაგრამ იცი რატომ წყდება გული? იმიტომ რომ ამდენი ბავშვი ამ ქვეყანაში, რომელიც მართლა მაგრას სწავლობს, აი შრომობს, მაღალ ქულებს იღებს, აქტივობებს აკეთებს, მაგრამ განათლებას არ უღიარებენ არსად, არ და ეს შეიძლება უჭკვიანესი ბავშვი იყოს, უცხოეთში რომ უნდა ჩაბარება, აი ტოპ უნივერსიტეტებში, მაგალითად ინგლისში, ქართული სისტემით რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში 10-იანი ქონდეს. არ აღიარებს ინგლისის შენ განათლების სისტემას და შენღაცა ცალკე უნდა გააკეთო კიდე ერთი წელი. მოიმატო, ბევრი გადაიხადო, რომ ინგლისში კარგ უნივერსიტეტში ჩაირიცხო. მე ვფიქრობ, რომ აი
იცი როგორ საქართველოს მინევნა ხო სადაც იქიდან ჩამოვლენ აქ რო განათლება მიიღონ უცხოეთიდან სადაც ქართველები იამაყებენ რომ აი ესეთი მაგარი ინსტიტუტები გვაქვს და უცხოეთში წასვლა აღარ მოგვიწევს და ეს მართლა მინდა მივუწე ქართულ ხალხს იმიტომ რომ მართლა ამის პოტენციალი არის და საბოლოო შეკითხვა ჩვენი გადაცემის სად ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში საქართველოს როგორც საქართველოს ხედავ, გეტყვით, ხედავ საქართველოს 10 წელიწადში, სადაც ეს თქვენ ყველა ჩამოხვალთ უკან, განათლება მიღებული ბავშვები, თქვენი იქნება ეს ქვეყანა, ეს ჩამყაყებული პოლიტიკოსები აღარ იარსებებენ, იმიტომ რომ თქვენ აღარ იარსებებენ ეს ნიშნავს, ბუნებრივად გაქრებიან. აი ნახეთ, პოლიტიკოსები რატო ქრებიან, იმიტომ რომ ბუნებრივად ხალხს აღარ მოსწონს ასეთი პოლიტიკა. რაღაცა სხვა დაყვეთა. ამიტომ თქვენ იქნებით სრულ უმრავლესობაში. შესაბამისად, ამ ქვეყანიდან ლეიკემიანი ბავშვები რომ გადარჩნენ, აღარ დაჭირდება თურქეთში წასვლა და გაკეთდება კლინიკა, რომელსაც ექნება კონტროლი, მარტივი კონტროლი, რომ აი აქ შემოდიოდეს სხვა medicament-ები და არა ის medicament-ები, რომელიც ჩამოდის და ბავშვს სასტიკ მდგომარეობაში აგდებს, ამიტომ შობელი იძულებულია რომ ყველაფერი გაყიდოს და წავიდეს სხვადასხვა ქვეყანაში. თურქეთში არის ოფიციალური ბაზრობა. თურქეთში როგორ ვევაჭრებით ისეთ საავადმყოფოებს, რომ ბავშვები მიიღონ, აი რომ გეგონება რომ მომისმინო, გეგონება რომ რაღაცას ვყიდულობ. ისეთი სამართო დაგვიკელი 10-15 აი ჩვეულებრივ ვაჭრობთ ვიღაცის იზრ. მე ყველაზე მეტად რაც მინდა რომ აი 10 წელიწადში ამ ქვეყანაში იყოს კლინიკები, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს ზუსტად იგივე ქიმიოთერაპიას, რასაც ევროპაში იღებენ, ოღონდ ამაში ფული არ დაჭირდება და სადაც სოციალურად დაუცველ ბავშვი ექნება უფასო მკურნალობა, ყველაფრის და განსაკუთრებით მძიმე დიაგნოზის. მე არა ვარ მემარცხენე, ზოგადად. მაგრამ არის რაღაცები, რაც აი რადიკალური მემარცხენეს მოთხოვნა მაქვს. ეს არის უფასო ჯანდაცვა იმ ბავშვს და იმ ოჯახს, რომელსაც არა განსაკუთრებით უნკო პაციენტებს უფასო მკურნალობა. ანუ ეს არის აუცილებელი მოთხოვნა და ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის უფასო სწავლა. ისევე როგორც უნდა გაკეთდეს კამპუსები. ბავშვი რო რეგიონიდან ჩამოდის, ძროხა რო გაყიდა დედამისმა, იმიტომ რომ მიეცა 2 კაპიკი რო აქ იარსებოს, იმ ბავშვს სახელმწიფო კამპუსი უნდა დაახვედროს აქ. აუცილებლად უნდა იყოს უფასო კამპუსი. ესეთი ხედვა მქონდა მე ამ აი საფრანგეთში არის Sciences Po ესეთი უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა უნივერსიტეტი და აქ ესეთი გასვლითი პროგრამები არის, მაგალითად 4 წელი ხო არის ბაკალავრიატი, რამდენიმე ქვეყანაში 3, მაგრამ აქ 4 არის. 2 წელს მან დაბარებ და შემდეგ 2 წელს ამერიკაში ან ინგლისში აკეთებ და მე ესეთი ხედვა მქონდა. ქუთაისის პარლამენტი ხო იცი? პოლიტიკური აი ესეთი სკოლა ინსტიტუტი რო გაიხსნათ და ეს პარლამენტი მოდელირება იყოს და თან ისეთ ადგილას ცოტა შორს აქვს ეს კამპუსი გაკეთეს უდიდესი. იმიტომ რომ სიმართლე რო თქვა პარლამენტი მე ვფიქრობ რომ დედაქალაქში უნდა იყოს და ეს ქუთაისის პარლამენტის ძველი უნდა უნივერსიტეტად იქცეს და გასვითი პროგრამები ქონდეს პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტში, ლონდონში, კოლუმბიაში, ჰარვარდში და მივცეთ ამ ბავშვებს საშუალება რომ წავიდნენ უცხოეთში მიიღოს განათლება უმაგრესი და იქიდან უცხოეთიდან რო ჩამოვიდნენ და აქ მიიღონ განათლება. მე ძალიან მაგარია და თბილისშიდაც უნდა აი აშენდეს უფასო კამპუსები, რომელიც უნივერსიტეტზე მიბმული კი არ იქნება, არამედ ამას გააკეთებს სახელმწიფო და იქ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბავშვები იცხოვრებენ უფასოდ. ეს ძალიან მაგარი იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.